მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ChessBase 2026-ის შესახებ. ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ მოვემზადოთ კონკრეტული სატურნირო პარტიის წინ, როგორ მოვიპოვოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მეტოქის შესახებ, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ ბევრად უფრო ეფექტური იყოს ჩვენი მომზადება. პირველ რიგში მოდით ნახოთ როგორ ხდება კონკრეტული მოჭადრაკის მოძიება ChessBase-ში, როგორ უნდა ნახოთ მისი პარტიები და როგორ უნდა მივიღოთ ის ინფორმაცია მის შესახებ, რომელიც ჩვენ დაგჭირდება მომზადების პროცესში. ამისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ღილაკი, რომელსაც აწერია მოთამაშის მოძიება. შემდეგ უკვე ხედავთ, რომ ჩდება შესაბამისი გრაფა, სადაც უნდა ჩაიწეროს ჩვენი მეტოქის გვარი, მიაქციეთ ყურადღება, რომ ზუსტად იქნას ჩაწერილი გვარი. მე ამჯერად გამოვიყენებ ცნობილ მოჭადრაკეს, რადგან ვიცი, რომ მისი პარტიები ნამდვილად არის ბაზაში, მაგალითად ავიღოთ გრეკო. ხედავთ, რომ უკვე გამოჩნდა. ეს აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში რამოდენიმე გვარი იყოს ერთ და იგივე და ჩვენი საინტერესო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მოჭადრაკე უნდა იქნას მონიშნული. შემდეგ გავადივართ უკვე ის შემდეგი ღილაკზე. აქ ჩდება უკვე ინფორმაცია მის შესახებ, სახელი, გვარი, წელი, გარდა პატარა ისტორიაც არის, აი შეგვიძლია გავეცნოთ მის ისტორიას. და აი ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს საშუალება კონკრეტულად მოვიძიოთ ის პარტიები, რომლითაც უნდა, რა თქმა უნდა, მოვემზადოთ. შემდეგნაირად ხდება ეს, აი ვაწვევით დოსიეს, გამოდის ესეთი გრაფა, ნახეთ, აქ არის უკვე ნაჩვენები, მაგალითად, როგორ გსურს ეს იყოს, თქვათ, მისი თამაშის სტილი, შეცდომები, თუ მთლიანად აი შეგვიძლიათ მთლიანი დოსიეც მოვნიშნოთ. გარდა ამისა, შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი როგორც, თქვათ, კლასიკურ პარტიაზე, ისე თქვათ, სეანსში ნათამაშე პარტიაზე, ბლიცზე, რაპიდზე, წლები შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტულად რომელი წლები გვაინტერესებს და აი ამის შემდეგ უკვე ვაწვევით OK-ს. შემდეგ უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება აი ძიება მის შესახებ ინფორმაციისა და აი ვხედავთ ამოგვიგდო უკვე ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ დაგჭირდება თქმა უნდა პარტიის მომზადების წინ, იმიტომ რომ ჩვენ გავეცნობით და უკვე გავიცნობთ ჩვენს მეტოქეს. აი 82 პარტია არის სულ, აქ არის აი თუ როგორ იყენებს დაუშვათ, როგორ თამაშობს აი აგრესიულად, მისი თეორია, ვთქვათ პოზიციური თამაში, ენჭპილები, აი ყველაფერი აბსოლუტურად რამდენად რისკიანად თამაშობს, ხო, ეს პროცენტებშია ყველაფერი მოცემული, შეგვიძლია ამ მხრივადაც მივიღოთ ინფორმაცია. ამის მერე ჩვენ აი გადავდივართ და უკვე ხედავთ სადებიუტო რეპერტუარს, აქ არის უკვე მონიშნული, თქვათ, რა დებიუტებია თეთრებით, რა დებიუტია შავებით, სად როგორი პროცენტი აქვს მაჩვენებელი ამა თუ იმ დებიუტში. შემდეგ უკვე კონკრეტული ინფორმაცია თავისი პარტიებით, მაგალითად, აი ნახეთ, აქ არის მეფეზე შეტევა თეთრებით, მეფეზე შეტევა შავებით. და აი აქ რომ მივყვეთ, სადებიუტო კუთხითაც არის ინფორმაცია, სტრატეგიული კუთხითაც არის ინფორმაცია, საინჭპილო კუთხითაც არის, კონკრეტული, თქვათ, იდეებიც არის აქ და მის შესახებ აი ყველანაირი ინფორმაცია პარტიებიც, რომელიც შეგვიძლია შემდგომ უკვე განვიხილოთ კიდევაც ამა თუ იმ თემას. ვფიქრობ, რომ აი ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევქმნათ ჩვენს მეტოქის შესახებ და შესაბამისად მომზადებას ვფიქრობ უფრო ეფექტური გახდება. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ შეიძლება ვერ მოვიძიოთ იმ ძირითად ბაზაში, თქვათ, კონკრეტული მოჭადრაკის სახელი, გვარით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვეძებოთ ის, მაგალითად, ისეთ საჭადრაკო ონლაინ პლატფორმებზე, როგორიც არის Lichess-ი ან Chess.com. ნახოთ ეს როგორ ხდება. აი, ჩვენ შევდივართ უკვე შემდეგ ღილაკს ვაწვევით, ხსნით და აი აქ უნდა ჩაიწეროს უკვე თუ ზუსტად ვიცით რა სახელით თამაშობს, ხო, რა არის მისი სახელი, ის უნდა ჩავწეროთ და შემდგომ მივუთითოთ ეს ჩვენ ვეძებთ Lichess-ზე თუ Chess.com-ზე და შესაბამისად OK დაჭერით, შემდგომ პარტიების აუცილებლად მოიძიებს, როგორც ერთ პლატფორმაზე, ისე მეორე პლატფორმაზე. ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ChessBase-ში შეგვიძლია ვიხილოთ, ვნახოთ და გავარჩიოთ და დავუშვათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ კუთხითაც მოვიპოვოთ.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უკვე კონკრეტული მზადება დავიწყოთ და ეს მზადება, როგორც წესი, არის მრავალმხრივი, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს მაგალითად შესაძლებლობა ნახოთ და ჩავწეროთ, აი მოდით ისევე ავიღოთ, თქვათ, გრეკო. ნახავთ, აი აქ გამოჩნდება, აი ხედავთ უკვე აქ ჩამონათვალში არის გრეკო არაერთი და ნუ უნდა შევარჩიოთ ჩვენ რომელიც გსურს, რომელიც გვინდა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვაკეთებთ შედეგს. პირველი, როგორ გსურს, თეთრებით გსურს თუ შავებით გსურს, ხო, მომზადება, იმიტომ რომ ნახეთ, როცა ჩვენ ვაწვევით თქვა თეთრებით მომზადებას, ამ შემთხვევაში აი ამოგვიღებს ჯერ ხედავთ აქ როგორი მონაცემებია. პირველ რიგში ეს არის ის სვლები, რომელიც აქ ამ პარტიებში გვხვდება და ლაპარაკია სწორედ გრეკოს პარტიებიდან მხოლოდ და მხოლოდ ამოღებულ ინფორმაციაზე. ასევე აქ არის საერთო მონაცემები ბაზიდან, ვთქვათ, ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, eki არის მოცემული და გარდა ამისა, უკვე პარტიებიც მოცემული გახავს ამის მიხედვით. შემდგომ აი ნახოთ თეთრებით როგორ თამაშობს, ვთქვათ, იქ E4, ვთქვათ, იქ E5, შემდგომ უკვე ვთქვათ F4, მხედარი F3 და ესე მივხვდებით და თან ნახულობთ რას თამაშობს და თან კონკრეტული პარტია შეგვიძლია ნებისმიერი გავხსნათ და შემდგომ ის პარტია გავარჩიოთ. თუ მაგალითად ჩვენ გსურს რომ ეს ყველაფერი უკვე შავებით გავაკეთოთ, მაშინ ასეთ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვაწვევით შავებით მომზადებას, სადაც უკვე აი ვირჩევს თუ როგორ თამაშობს ვთქვათ ამ დროს გრეკო შავებით, ხო? აი დავუშვათ, როცა ჩვენ მეტოქე შავებითა უკვე ჩანს რომ მხოლოდ შავებით ნათამაშები პარტიებიდან გააკეთებს ამ მონაცემებს. მაგალითად აი E4 და შემდეგ უკვე გრეკო როგორ პასუხობდა, ძირითადად პასუხობდა E5-ით, ასევე ხდება E6, ხდება C5, ну ცხადია რა თქმა უნდა, რადგან ძირითადია, სწორედ ამ მიმართულებას მივხვდებით. და როგორც ხედავთ, აი ყველაფერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ხრივ ჩვენ გაგვაჩნია. ასევე საინტერესო არის შემდეგი გრაფებიც, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას მარტო ნახოთ უკვე პარტიები, გრეკოსი თეთრებით ნათამაშები, ან ნახოთ პარტიები გრეკოსი მარტო შავებით ნათამაშები და დავუშვათ სხვა აღარ არის გაიფილტრა ამ ხრივ. ამისა ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ შემდეგი ღილაკი. აქ ხედავთ რომ არის გრაფა, სადაც შეგვიძლია მივუთითოთ ის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც მას აქვს ნათამაშები, ეს შეიძლება იყოს lichess, შეიძლება იყოს chess.com, შესაბამისად მოვნიშნავთ, ჩავწერთ მის სახელს და გვარს, შემდგომ უკვე OK-ით მოიძიებს რა თქმა უნდა პარტიებს, გადმოვიტან chessbase-ში და გვარჩევთ რა თქმა უნდა ამ მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ვფიქრობ ასევე წაგვადგება როგორც პარტიის მომზადებისას, ისე საერთო თქვა წარმოქმნის შესაქმნელად ჩვენი მეტოქის შესახებ. ასევე აქ არის ძალიან საინტერესო აი სტატისტიკის ღილაკი, სადაც ხედავთ რომ არის დებიუტები, პროცენტებში ასახული, თქვა რომელ დებიუტს რამდენი პროცენტი წარმატებით თამაშობს, აქ არის კოდები თომად მოცემული დებიუტები, ესეც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავფილტროთ თამაში, მაგალითად კონკრეტულად ჩავწეროთ სახელი, გვარი, შესაბამისად აი ეს რეიტინგი და ნუ ყველაფერი რიცხვები, თვე, როდესაც იყო ნათამაშები ესა თუ ის პარტია, ან რაღაც გარკვეული დიაპაზონი ჩავსვათ და ისე მოვიძიოთ პარტიები. ნუ ეს უფრო დეტალური ინფორმაცია, დეტალურად პარტიის მოძიების კუთხით არის საჭირო. ასევე ჩვენ აქედან შეგვიძლია გავეცნოთ რა თქმა უნდა აი მის კარტას, ჩვენ ეს ვნახეთ, ეს არის სწორედ პატარა ისტორია, თქვა თუ აქ ასეთ ჩვენს მეტოქეს და ნუ შესაბამისად მის შესახებ სახელი გვარი ეს რეიტინგი, დაბადების წელი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქ არის ისევ დოსიე კვლავ, რომელსაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ვიცით როგორ შეიძლება ეს იქნას გამოყენებული. მისი ასე თქვა სტილის შესახებ შეგვიძლია აქედანვეც მოვიძიოთ და ვიპოვოთ პარტიები, ნუ შესაბამისად მიუთითებთ როგორი პარტიებიდან მიღებთ ინფორმაციას, ეს იქნება კლასიკური, თქვა სეანსები, ბლიცი, რაპიდი, ნუ შესაბამისად აღნიშნავთ და ესე მოვიძიოთ, წერსაც მიუთითებთ.
შეცდომების შესახებ შეგვიძლია ასევე მივიღოთ ინფორმაცია, ვთქვათ, აქაც მიუთითოთ პარტიები, მიუთითოთ თუ როგორი პარტიების ნახვა გსურს და ამის მერე მივიღებთ უკვე სწორედ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება მის მიერ დაშვებულ შეცდომებთან. მე ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია. წაგვადგება იმისათვის, რომ ჩვენი მომზადება უფრო ეფექტური იყოს. ცხადია, რაც მეტი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი მეტოქის შესახებ, მით უფრო სრულფასოვანი არის მომზადება და ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ChessBase-ი, აი უკვე განვიხილეთ ის ფუნქციები, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მეტოქეების შესახებ. აი ეს არის ის საკითხები, რომელზეც მსურდა მესაუბრა. გარდა ამისა, გეტყვით, რომ მომდევნო ვიდეოებში ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე, როგორც გახლავთ ხელოვნური ინტელექტი. ვიტყვი, რომ ეს არის სიახლე ChessBase 2026-ისა, რადგან მანამდე არსებული ChessBase პროგრამაში მსგავსი ფუნქცია არ იყო და ეს ფუნქციაც დაგვეხმარება მთელი რიგი საკითხების გადაჭრისას. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციით ChessBase-ი კიდევ უფრო საინტერესო ხდება და მიმაჩნია, რომ ყოველივე ვინც კი ChessBase-თან მუშაობს, ან შემდგომში დაიწყებს მუშაობა, ამ ფუნქციას აუცილებლად გამოიყენებს.